სამშვიდობისა საქართველო დღეს 26 ივნისია უყურებთ კურიერს 8 საათზე. რამდენიმე საათში საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან მთავრობის მეთაური პარლამენტში ანგარიშს წარადგენს. ანგარიშის მიხედვით ქვეყანამ ეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა. დოკუმენტში საუბარია მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც. აღნიშნულია, რომ ანაკლიის სპორტის მშენებლობა გეგმით მიმდინარეობს. რაც შეეხება საგარეო კურსს, პრიორიტეტად კვლავ ევროკავშირთან ჰარმონიზაცია და ნატოში ინტეგრაციაა დასახელებული. წარდგენილი დოკუმენტი მოიცავს გასული წლის 1 ივნისიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით პერიოდს. მონაცემები, რომელიც არის ასახული თუნდაც წერილობით დოკუმენტში და ის პერმანენტული ინფორმაცია, რომელიც ხდება ცნობილი ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს. ბუნებრივია გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო დეტალურად გავეცნოთ პროგრესს თითოეულ მიმართულებასთან მიმართებით. კითხვები იქნება ძალიან შინაარსიანი, ძალიან საქმიანი, ძალიან კრიტიკული. ამავე დროს, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ანგარიში, რომელსაც გავეცანით, იქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ისეთი საკითხები, რაზეც პასუხი სრულყოფილად არ არის გაცემული, ან კიდე არის საკითხები, რომელიც საკითხებით საერთოდ შეტანილიც არ აქვს და განხილულიც არ არის. დღეს არის ბევრი გამოწვევა, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, შესაბამისად იქნება საინტერესო მისი ხედვები, პრემიერის ხედვები, როგორც ამ ერთი წლის განმავლობაში, ასევე სამომავლოდ თუ რა ხედვა აქვს აღმოსავლური ხელისუფლებას იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც რეალურად საქართველო ატარებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ეხმაურება. უწყების განმარტებით ანგარიში არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას. შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას, რაც სერიოზულ კითხვებს აჩენს, როგორც ანგარიშის მიუკერძოებლობასთან, ისე მისი მომზადების პროცესთან დაკავშირებით. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით შექმნილი საერთაშორისო ინსტიტუტი სულ უფრო ხშირად გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. მსგავსი პრაქტიკა აზიანებს თავად ევროპის საბჭოს ავტორიტეტს და აჩენს საფუძვლიან ეჭვებს ორგანიზაციის ცალკეული სტრუქტურების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. როგორც უწყების განცხადებაში აღნიშნული, საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას პატივისცემაზე და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის და მოელის ევროპის საბჭოს ინსტიტუტების მხრიდან კონსტრუქციულ და სამართლიან მიდგომას. უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა 91 ხმით მიიღო. კანონპროექტის თანახმად, თუ უცხოელი სტუდენტი 90 დღეზე მეტი ვადით შეიჩერებს სტუდენტის სტატუსს, ეს მისი ბინადრობის გაუქმების საფუძველი გახდება. ასევე თუ უცხოელი სტუდენტი 183 დღეზე მეტი ხნით დატოვებს ქვეყანას და ეს არ იქნება საპატიო მიზეზი, ამ შემთხვევაშიც ეს მისი ბინადრობის დაკარგვის საფუძველი გახდება. კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემისა და ქორწინების ნამდვილობის შემოწმების წესი. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი მუხლი, რომლითაც დასჯადი ხდება ფიქტიური ქორწინებaan და ამგვარად ქორწინებაში ყოფნა, რომლის მიზანს არ წარმოადგენს ოჯახის შექმნა და მიზანი უცხოელის მხრიდან ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება. პროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საფუძვლების, გასაჩივრების პროცედურებისა და უცხოელის საქართველოდან გაძევების წესის სამართლებრივ რეგლამენტსაც. ცვლილებები შეეხება სასწავლო ბინადრობებთან დაკავშირებულ კონკრეტულ რეგულაციებს, ასევე მუდმივი ბინადრობას გაიცემა საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების შემთხვევაში, აქაც სერიოზული ცვლილებებია და დასჯადი გახდა ფიქციური ქორწინება საქართველოს მოქალაქესთან იმის გამო, რომ თუ მათ სურს, რომ მოიპოვოს ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლება. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო მჟავრდებულებს, უცხოელ მჟავრდებულებს, ვინც საქართველოს პენტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიან, შეიქმნა სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ უცხოელის მიერ კონკრეტული სასჯელის მოხდის შემდგომ მას შეუმსუბუქდეს სასჯელი და შეეცვალოს დარჩენილი საპატიო სასჯელი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ქვეყნიდან გაძევებით და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვით.
სასამართლომ 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე დაკავებულ პირებს პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრი, ხოლო მიმალვაში მყოფი 3 პირის მიმართ გამოცხადდა ძებნა, ბრალდება, ასევე წარადგინა 11 ფიზიკურ პირს, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყეს მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გამოვლენას. მათ მიმართ სასამართლომ საპატიმრო ღონისძიება არ გამოიყენა. კურიერის მოპოვებული ინფორმაციით ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე და ოთარ ფარცხალაძის საქმეზე ძებნელი ერთ-ერთი პირი მიხეილ ჩოხელია. ის წლების წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა. მისი სახელი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეშიც ფიგურირებს. გასულ წელს ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის სახლიდან თითქმის 3 მილიონი დოლარი ამოიღეს. გამოძიება ედავება 322 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენეს. ეს არის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ჩვენ ამ ეტაპზე რისი განხილვაც იყო და რა პროცესი შედგა, ამომწურავად გავეცით პასუხი. თუმცა ვთვლი, რომ ჩვენი მიუხედავთ იმისა, რომ ჩვენ სათანადოდ წარვდექით სასამართლოს წინაშე, სასამართლომ მაინც არ გაითვალისწინა ჩვენი პოზიცია და შეუფარდა პატიმრობა. სასამართლომ ჩვენი დასაბუთება სრულად გაიზიარა და ყველა ბრალდებულის მიმართ გამოიყენა აღკვეთ ღონისძიების უმკაცრესი სახე პატიმრობა. რაც შეეხება სხვა პირებს, რომლებიც ამ სისხლისამართლის საქმეზე ბრალდებულები არიან დაკავების გარეშე, მათ მიმართ რა თქმა უნდა მიღებული იქნა გადაწყვეტილება შესაბამისად აღკვეთ ღონისძიების შეფარდების შესახებ პატიმრობის გარეშე გამომდინარე იქიდან, რომ თითეული მათგანი გამოძიების ეტაპზე აღიარებს მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, ამავდროულად თანამშრომლობს გამოძიებასთან და უთითებენ კონკრეტულ იმ პირებს, რომლებიც ამ დანაშაულებრივი საქმიანობაში იყვნენ ჩართული და შესაბამისი როლები ჰქონდათ განაწილებული. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვისა და საქართველოში უკანონო ჩემოტანის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლო პროცესზე გამორკვეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ბულგარეთის სახელმწიფოში ტრანზიტის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიტანა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და დიაზეპამის შემცველი ფსიქოტროპული ნივთიერება. თბილისის სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ბულგარეთის სახელმწიფოში ტრანზიტის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიტანა მის მართვის ქვეშ მყოფ სატვირთო ავტომანქანაში უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალება 88 კილოგრამი და 154.6 გრამი ჰეროინი და 271.7 გრამი დიაზეპამის შემცველი ფსიქოტროპული ნივთიერება. ავიაკომპანია Georgian Airways-მა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირ რეისი უკვე შესრულდა. ფრენები კვირაში 4 ჯერ, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას შესრულდება. თბილისიდან ბათუმში დილის 9 საათზე, ხოლო ბათუმიდან თბილისში 19 საათსა და 30 წუთზე. ფრენის ხანგრძლივობა 45 წუთია. რეისის გახსნასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიებაც გაიმართა. ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის მასტერ-კლასები ჩატარდა. დალაგება დასუფთავების წამახალისებელი შოუს ფარგლებში 40-მდე თანამშრომელმა ინდივიდუალურად მოახდინა საწოლის სწრაფად გასწორების ტექნიკის დემონსტრირება ინსტრუქტორებისა და სტუმრების წინაშე. კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული სამეულის ღონისძიების მიზანი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების პროფესიული ზრდის ხელშეწყობაა. დავგეგმეთ შეჯიბრების სტანდარტის ღონისძიება, რომლის ფარგლებში ჩაერთო აჭარის განთავსების ობიექტების 40 წარმომადგენელი, ძალიან სახალისო შეჯიბრება გამოგვივიდა, შეჯიბრება ეხებოდა და კონკურსი სასტუმროს ოთახის დალაგებას. ჩვენი მიზანი იყო, რომ დამლაგებლებს, დიასახლისებს ჰქონდეთ უფრო მეტი мотиваცია, ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია უშუალოდ სტანდარტებთან და ოთახის დალაგების სტანდარტებთან დაკავშირებით. ვარ სასტუმროს სფეროში, მომსახურების სფეროში. არ იყო ჩემთვის რთული დღეს გამარჯვება. არ მინერვიულია, პირიქით ვამხნევებდი სხვებს, ეს იყო სახალისო შეჯიბრება, არ იყო სანერვიულო ნამდვილად.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში სტარინგ ჯორჯიას სტრატეგიული განვითარების საბჭოს კრეატიულმა ხელმძღვანელმა ციცი იაშვილმა პირველი ავტობიოგრაფიული პოლიჟანრული წიგნი ბექსტეიჯის სცენის მიღმა ამბები წარადგინა. წიგნი გასართობ ინდუსტრიას ეხება. ნაშრომი აერთიანებს მრავალწლიან გამოცდილებას, წარმატებებს, გამოწვევებსა და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც ავტორის კარიერა და ცხოვრება განსაზღვრა. ჩემი წიგნით მინდოდა გამომეტანა სააშკარაოზე ყველა ის სირთულეები, კრიზისები და რაც თავარია პასუხისგებლობა, რომელიც ამ საქმიანობას თან ახლავს. ვისაც ეფიქრება და გადაწყვეტილი არ აქვს რა ქნას, ან რას დაუკავშიროს თავისი მომავალი პროფესია, ჯერა რომ ჩემი წიგნი შეიძლება ერთგვარი მგზამკვლევი გახდეს. ძალიან საინტერესოა ეს წიგნი, არა მარტო იმიტომ, რომ თქვა ერთი ოჩაღი ადამიანის და ავტორის და ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ ციცის ბიოგრაფია და ავტობიოგრაფიული წიგნი, არამედ მე მგონია რომ ეს შეიძლება იქცეს შთაგონების წყარო ძალიან ბევრი სხვა ადამიანისთვის. ან იმათვის, ვისაც ვთქვათ მართლა აინტერესებს რა დგას ხოლმე ამ დიდი საქმეების უკან. და გამოშვება